Arctic Rose ჩუმა დაცურავს ბედენგის სვაის ზედაპირზე. სანამ ეკიპაჟის წინავს, ყინულიანი წყლის ტალღა გემბანზე გადადის და ქვედა განყოფილებებებს დბორავს. 1988 წელს გემ Sea Power აშენდა როგორც ყურის კრევეტების ტრალერი კოვაჩევიჩის გემთშენებლობაში, ბილოქსიში, მისისიპიში. კოვაჩევიჩის გემთშენებელი ქარხანა ცნობილი გემთშენებელი იყო, რომელიც სხვადასხვა ტიპის ხომალდებს, მათ შორის ტრალერებსაც აშენებდა. Sea Power-ის სიგრძე იყო 28 მეტრი, სიგანე 24.5 მეტრი, ხოლო ჩაძირვა 3.6 მეტრი. ეს იყო შედარებით კომპაქტური ფოლადის კორპუსის გემი, რომელიც სპეციალურად მექსიკის ყურის თბილ წყლებში კრევეტების ტრალერად იყო დაპროექტებული. ის აღჭურვილი იყო ჰიდრავლიკური ჭალამბრებით ტრალის ბადის სამართავად, რომელიც ზღვის ფსკერზე ითრევა კრევეტების დასაჯერად. Sea Power-ს ჰქონდა ყველა აუცილებელი მახასიათებელი სანაპირო თევზჭერისთვის, მაგრამ ის დაპროექტებული იყო მეჩხერ, მშვიდ სანაპირო წყლებში მუშაობისთვის, ნავსადგურთან ახლოს, რათა სწრაფად გადმოეტვირთა ნანადირირები და კვლავ დაბრუნებულიყო ზღვაში. 1991 წელს Sea Power გაიყიდა North American Fish Company-ზე, რომელიც მერილენდის შტატში დაფუძნებული ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი და გამავრცელებელი კომპანია. მათ გემს Tenacity დაარქვეს და გადააკეთეს დამჯერ გადამამუშავებელ გემად, რათა ნანადირევი გემზე შეენახათ და ექსპედიციები შორეულ თევზჭერის ადგილებში დაეგრძელებინათ, პორტში ხშირი დაბრუნების გარეშე. გადაკეთებისას მნიშვნელოვანი დამატება იყო გადამამუშავებელი განყოფილება მთავარ გემბანზე, რომელიც სპეციალურად გამოყოფილი სივრცეა, სადაც ეკიპაჟს შეუძლია ყოველდღიურად 9-5 ტონამდე თევზის დამუშავება და შენახვა. როგორც კი თევზი გემზე ამოაქვთ, ეკიპაჟი მაშინვე აჭრის თავს და ამოაცლის შიგნეულობას. შემდეგ კი თევზს დიდ გაყინულ მეტალის ფირფიტებს შორის ათავსებს, რომელსაც ფირფიტოვანი საფინულეები ეწოდება. ეს ინარჩუნებს დაჯერილი თევზის სიხასხასეს და უზრუნველყოფს, რომ ის ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს. გაყინული პროდუქციის შესანახი ტევადობა 80 ტონამდეა, რაც Arctic Rose საშუალებას აძლევდა დიდი ხნის განმავლობაში შეენახა დაჯერილი თევზი თევზაობის პროცესში. დამუშავებული და გაყინული თევზი შეიძლება უფრო მაღალ ფასად გაიყიდოს იმ ბაზრებზე, სადაც პრემიუმ ხარისხზეა მოთხოვნა. გადაკეთების დროს გემის კიჩოზე დამონტაჟდა A-ფორმის ამწე, რომელიც მძიმე ტრალის ბადისთვის იყო განკუთვნილი. A-ფორმის ამწემ ეკიპაჟს საშუალება მისცა გემზე უფრო მძიმე ნადავლი ამოეყვანა, რაც აუცილებელია ღრმა წყლებში ტრალით თევზაობისთვის. ამ ახალი ოპერაციების უზრუნველსაყოფად გემის მთავარი ძრავა განახლდა და დაპენდა Luger 6170 დიზელის ძრავა, რომელიც 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მოდიფიკაციები გემის შესაძლებლობებს ზრდის, მაგრამ ასევე ცვლის მის სტაბილურობის გამოთვლებს, რაც ნიშნავს, რომ ეკიპაჟმა უნდა იცოდეს და მართოს წონის განაწილება, როცა ტრიუმფს ავსებენ. შემდეგი 8 წლის განმავლობაში გემი Tenacity მერილენდის სანაპიროსთან მუშაობს, აღმოსავლეთ სანაპიროს შუაში, შორს მექსიკის ყურის თბილი წყლებისგან. ამ პერიოდის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იხსენებს, რომ წყალი პროპელერის ლილვის სალნიკიდან შემოდიოდა, სადაც ლილვი გემის კორპუსიდან წყალში გადის. გაჟონვამ საყინულე განყოფილება დადბორა. დრენაჟის ტუმბოები, რომლებიც დამუშავების ზონაში წყალს აშორებდნენ, თევზის ნარჩენებით იყო გაჭედილი და ეკიპაჟს მათი გაწმენდა სწრაფად მოუწია. 1999 წელს Tenacity Seattle-ში დაფუძნებულ კომპანიას Arctic Soul Seafoods მიყიდეს, რომელიც სპეციალიზდება მაღალი ღირებულების სახეობებზე, როგორიცაა ბრტყელთავა კალკანი, რომელიც ბერინგის ზღვასა და ალასკის ყურეში გვხვდება და განსაკუთრებით ფასობს აზიის ბაზრებზე. Tenacity გადაერქვა Arctic Rose-ად და ვაშინგტონში გადაიყვანეს, რათა ახალი მფლობელის ფლოტში ემუშავა. 2001 წლის იანვრის დასაწყისში Arctic Rose ემზადება მომდევნო სათევზაო სეზონისთვის ბერინგის ზღვის ცივ და შორეულ წყლებში. 13 იანვარს გემი ტოვებს Seattle-ს, ვაშინგტონს დატვირთული მარადით, აღჭურვილი ახლად შეკეთებული ტექნიკით და 15 მეზღვაურისგან შემდგარი ეკიპაჟით. ეკიპაჟს ხელმძღვანელობს კაპიტანი დევიდ რანდლი, მეთევზე 17 წლიანი გამოცდილებით, რომელიც ცნობილია როგორც თავგადასავლების მოყვარული და ამავე დროს ფრთხილი. ეკიპაჟი მზად არის თვეების განმავლობაში ზღვაში ყოფნისთვის და თევზაობისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ პირობებში. თევზაობის ადგილამდე მოგზაურობისას ღერძის საკისრები იწყებს გადახურებას. საკისრები ამაგრებს და აძლიერებს პროპელერის ღერძს, ამცირებს ხახუნს მბრუნავ ღერძსა და ისეთ ნაწილებს შორის, როგორიცაა ღერძის სალნიკი, რომელიც ადრე წყალს ატარებდა. თევზის საკისრები შეიძლება გადახურდეს ხახუნის ან შეზედვის ნაკლებობის გამო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დამატებითი ცვეთა ცრემლით აღმოსავლეთ სანაპიროს, უფრო უხეშ და ცივ წყლებში, ან ხომალდის მოდერნიზაციამ და მასზე უფრო დიდი ცვლილებების განხორციელებამ ხომალდის სტრუქტურაზე დატვირთვების შეცვალა.
ეკიპაჟი ცდილობს პრობლემის გამოსწორებას და მონიტორინგს ახალი საკისრებისა და დამადებითი ტემპერატურის მაჩვენებლების დაყენებით, მაგრამ ეს პრობლემა არ აგვარებს და ეკიპაჟს უწევს მუდმივად აკონტროლოს მდგომარეობა. შემდეგ პროპელერის ლილვის სალნიკი იწყებს გაჟონვას. სალნიკი მოქნილი მასალაა, რომელიც პროპელერის ლილვს ამჯიდროებს და წყლის შემოსვლას უშლის ხელს. როდესაც საკისრები გადახურებულია, პროპელერის ღერძი ისე გლუად არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. პატარა ვიბრაციები აზიანებს ლილვის სალნიკს, რაც წყალს საშუალებას აძლევს შეაღწიოს მაცივრის განყოფილებაში. ცივ და მოშფოთებულ წყლებში მუშაობა მუდმივ ზეწოლას ახდენს პროპელერის ღერძზე და ზრდის სალმცვეთას. წყლის შესვლა განყოფილებაში ცვლის ხომალდის სიმძიმის ცენტრს. თებერვლის ბოლოს Arctic Rose ალასკის Dutch Harbor-ის პორტში ჩამოდის. ეს მნიშვნელოვანი გაჩერებაა თევზსაჯერი ხომალდებისთვის, სადაც ისინი ავსებენ საწვავს, ავსებენ მარაგებს და ატარებენ ბოლო წუთის ტექნიკურ შემოწმებებს, სანამ ბერინგის ზღვაში შორს გავიდოდნენ. ნეითან მილერი, ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თევზის გადამუშავებლად მუშაობს, ტოვებს ხომალდს, რადგან მას უსაფრთხოებისა და ბორტზე არსებული პირობების გამო შეშფოთებულია. ის სწრაფად ცვლიან და Arctic Rose პრობლემების მოუგვარებლად ტოვებს პორტს. 26 მარტს Arctic Rose ბრუნდება Dutch Harbor-ში საწვავისა და მარაგების შესავსებად. ეკიპაჟი ამოწმებს, რომ გადამამუშავებელი ქარხანა მზად იყოს მოსალოდნელი რაოდენობის flathead სოლის მისაღებად, რომელიც მაღალი ღირებულების თევზია და საჭიროებს გადამუშავების შეუფერხებლად და ეფექტურად მიმდინარეობას. 30 მარტს Arctic Rose ტოვებს Dutch Harbor-ს და აგრძელებს გზას წმინდა პავლეს კუნძულზე, სადაც ავსებს საწვავის მარაგს. ეს შორეული კუნძული არქტიკის ოკეანემდე ერთ-ერთი ბოლო პუნქტია. ეს კუნძული ბოლო გაჩერებაა, სანამ ეკიპაჟი ზემჩუბის კანიონისკენ დაემართება, რომელიც Flathead სოლის პოპულარული ადგილია. დამუშავების ზონაში ეკიპაჟი ამოწმებს, რომ ყველა ფირფიტოვანი საყინულე სრულად მუშაობდეს, რადგან წინ რთული სეზონი და დიდი რაოდენობის თევზის დამუშავება და გაყინვა ელით. თევზაობის დაწნებისთან წვებისთანავე ეკიპაჟის გამძლეობაც და გემის მდგრადობაც გამოცდაში გადადის, რადგან Arctic Rose ნაპირს კიდევ უფრო შორდება და უფრო მკაცრ ამინდში შედის. ბერინგის ზღვაში წყლის ტემპერატურა თითქმის გაყინვის ზღვარზეა, ამიტომ ვინც წყალში მოხვდება, ჰიპოთერმიის მაღალი რისკის წინაშე დგას. ეკიპაჟი სამაშველო ჰიდროკოსტიუმებს ახლოს ინახავს, თუ შახტის შეფუთვიდან გაჟონვა კიდევ უფრო გაუარესდება. ეს წყალგაუმტარი კოსტიუმები სპეციალურადაა შექმნილი, რომ ეკიპაჟი დაიცვას ქინულივით ცივ წყალში და გაზარდოს მათი გადარჩენის შანსი. იმედია იმდენ ხანს, სანამ მაშველები მიაღწევენ მათთან. მაგრამ იქ, სადაც ისინი მიდიან, მაშველებს მათთან მისასვლელად საათები დასჭირდებათ. და თუნდაც სამაშველო ჰიდროკოსტიუმში წყალში 6 საათზე მეტს ვერ გაძლებენ. მათ ასევე აქვთ 20 კაციანი სამაშველო ცივი, რომელიც გემბანზეა დამაგრებული და მზად არის საგანგებო სიტუაციისთვის. Arctic Rose-საც უწევს გამკლავება მაღალი ქარის სიჩქარეებთან, რაც ბერინგის ზღვაში გაზაფხულზე ხშირად ხდება. ეს ქარები ქმნის ტალღებს, რომლებიც 5 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს და კიდევ უფრო ართულებს მძიმე აღჭურვილობის მართვას გემბანზე. დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარები და მოღელვებული ზღვა ქმნის წყლის წვეთებს, რომლებიც გემზე იყინება. ყინული ამატებს წონას გემის ზემო ნაგებობასა და გემბანზე, რაც გემს ზედმეტად მძიმე ზედა ნაწილს აძლევს. აპრილის მოახლოებამდე Arctic Rose-ის ეკიპაჟი სტაბილურად ავსებდა Triumphs ზემჩუბის კანიონის მახლობლად მდებარე თევზსაჭერ ადგილებში. ეკიპაჟი მუშაობს დღე-ღამის განმავლობაში, ყოველ დღე რამდენიმე ამოღებას ასრულებს, რასაც თრევას უწოდებენ. ეს სამუშაო დამღლელია. წყლით გაჟღენთილი მძიმე ბადეების გემზე ამოღება საჭიროებს უნარსა და გუნდურ მუშაობას და ფიზიკურად ძალიან დამღლელია. Trawl ბადეები, რომლებიც აჩარჩოიან კონსტრუქციაზეა დამაგრებული, ეკიპაჟის სრულ ყურადღებას მოითხოვს. ადეები ზღვის ფსკერზე მიათრევს და თევზებს აგროვებს. შემდეგ ეკიპაჟი ჰიდრავლიკურ ჯალამბარს იყენებს ბადის გემბანიდან ასაწევად. ამ პროცესის ყველა ეტაპი ყურადღებას მოითხოვს. ბადეში წონის განაწილების მცირე ცვლილებამაც კი შეიძლება გემის ბალანსი დაარღვიოს მძვინვარე ზღვაში. ყოველი დაჭერილი თევზი გემის წონას უმატებს და მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟი ყურადღებით აკონტროლებს წონის განაწილებას გემზე, ტრიუმფში წონის ზრდა მათ კონტროლის შესაძლებლობას უმცირებს. გახსნილმა ლუკმა ან დაზიანებულმა შუასადებმა შეიძლება წყალი შეუშვას გემის მნიშვნელოვან განყოფილებებში და გემის სტაბილურობა დაარღვიოს. დამუშავების ზონაში ეკიპაჟი სწრაფად მუშაობს, რომ თითოეული ახალი ნადავლი დაამუშავოს. როგორც კი თევზი გემზე ამოაქვთ, მას მაშინვე თავს აჭრიან და შიგნეულობას აცლიან, რაც აუცილებელია დაჭერილი თევზის გაყინვამდე. ფირფიტოვანი საყინულეები ზუზუნებენ, როცა თითოეულ პარტიას ამუშავებენ და სწრაფად ყინავენ თევზს, რათა მისი სიახლე შეინარჩუნონ.
ადგილი შეზღუდულია და გადამამუშავებელი სივრცე ქაოტურ და სრიალა სამუშაო ადგილად იქცევა, როცა ეკიპაჟი სწრაფად ამზადებს დაჯერილ თევზს. გაზაფხულის ქარი ძლიერდება და ამინდის პირობები უარესდება. თითქმის კატინული წყლის ტემპერატურა დუმბოებს ყინულით ავსებს. გაყინული ზღვის შხეფები გარს მთლიანად აჯედავს და ყველა ზედაპირს ფარავს, მაგრამ ეკიპაჟი მაინც აგრძელებს მუშაობას. დროის გასვლასთან ერთად დაღლილობა მატულობს და ისინი აგრძელებენ თავიანთ რუტინას. ერთი თრევის ციკლიდან მეორეზე გადადიან და ნელ-ნელა ავსებენ ტრიუმფს. 2001 წლის 1 აპრილს ეკიპაჟი საღამოს ასრულებს თრევის რამდენიმე ციკლს. საბორტე ეკიპაჟი ამაგრებს აღჭურვილობას და ემზადება რამდენიმე საათიანი დასვენებისთვის, სანამ მეორე დღის ოპერაციები დაიწყება. კაპიტანი რანდლი უკავშირდება ალასკან რუს, დაგემს, რომელიც ახლოს თევზაობს. ის ეუბნება მათ, რომ დამუშავების ზონაში არსებული სადრენაჟე თუმბოები იჭედება, რაც შეფერხებებს იწვევს. მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ გაჭედილი თუმბოები ვერ ახერხებენ გემზე დაგროვილი წყლის ამოთუმბვას. დამუშავების ეკიპაჟი მთელი ღამე მუშაობს, თავს აჭრიან, შიგნავენ და ყინავს დღევანდელ ნადავლს. მათ თევზის საცავში ინახავენ და სამუშაო ადგილს ასუფთავებენ, რათა მომდევნო დღისთვის მზად იყვნენ. უძილობის გამო ისინი სათანადოდ არ ხურავენ ცალგაუნდარ კარს დამუშავების ზონაში და დანარჩენ ეკიპაჟს უერთდებიან თავიანთ საძოვრებში. მომდევნო დილით 03:30 საათზე Arctic Rose დრეიფობს, სანამ ეკიპაჟი რამდენიმე საათით ასეს საჭირო ძილს ივებს. გემბანის ქვეშ Arctic Rose მძიმე ტვირთს ფლეთედებს ეზიდება, სოული კაპინური და მოწესრიგებულად ჩალავებული ტვირთის განყოფილებაში. ყინულოვანი წყლის ტალღა გადაესხმება მთავარ გემბანს და შედის ქვედა განყოფილებებში არასაკმარისად დახურული წყალგაუნდარი კარის გავლით. რამდენიმე წამში Arctic Rose ძლიერად გადაიხრება გვერდზე. მისი სტაბილურობა აღდგენას აღარ ექვემდებარება. ეკიპაჟი სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება ამ მდგომარეობაში. მათ არ აქვთ დრო ჩართონ საგანგებო სიგნალები, ან თუნდაც მიაღწიონ თავიანთ სამაშველო ჰიდროკოსტიუმებს. როდესაც წყალი გემში აღწევს, მისი კორპუსი უფრო და უფრო ეშვება ყინულოვან წყალში. და რამდენიმე წუთში Arctic Rose გადაბრუნდება და ჩუმად ჩაეშვება ბერინგის ზღვის ზედაპირის ქვეშ. გაუჩინარდება ბნელ წყლებში. მის ბორტზე მყოფი მთელი 15 კაციანი ეკიპაჟით. 03:35 საათზე რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც Arctic Rose ბერინგის ზღვის წყლის ზედაპირის ქვეშ ჩაიძირება, EPIRB, ანუ საგანგებო მდებარეობის მიმანიშნებელი რადიოშუქურა აგზავნის შეტყობინებას ხომალდის ბოლო ცნობილ მდებარეობიდან. EPIRB აქტიურდება მაშინ, როცა ხომალდი წყალში იძირება, შემდეგ თავისუფლად ამოთივტივდება და ზედაპირზე ამოსვლისას ავტომატურად აგზავნის საგანგაშო სიგნალს, რომელიც სანაპირო დაცვას ატყობინებს, რომ Arctic Rose პრობლემა აქვს. აშშ-ს სანაპირო დაცვის სამაშველო კოორდინაციის ცენტრი ჯუნოში, ალასკაში იღებს სიგნალს და დაუყოვნებლივ იწყებს რეაგირებას. ისინი აგზავნიან CS-30 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავს კოდიაკის ავიასადგურიდან. მისი გრძელდისტანციური შესაძლებლობები იდეალურია წყალში ნამსხვრევების ან გადარჩენილების დასანახად და კომუნიკაციის გადამცემი რგოლის ფუნქციის შესასრულებლად. 8 საათსა და 40 წუთზე 5 საათის შემდეგ, მას შემდეგ რაც სანაპირო დაცვის სამსახურმა მიიღო EPIRB-ის სიგნალი, CS-30 ადგილზე ჩადის. ისინი მხოლოდ ნავთობის ლაქასა და მიმოფანტულ ნამსხვრევებს პოულობენ იმ ადგილას, სადაც Arctic Rose ჩაიძირა. Arctic Rose's დაგემი, Alaskan Rose ეძებნას უერთდება. სანაპირო დაცვის კატერები და საპატრულო ხომალდები იგზავნება ბოლო ცნობილი კოორდინატებისკენ. კატერები, რომლებიც აღჭურვილია მცირე ნავებითა და სამედიცინო საშუალებებით, აუცილებელია ხანგრძლივი საძიებო ოპერაციებისთვის და ხშირად აქვთ ვერთმფრენის დასაჯდომი მოედნები, რათა მხარი დაუჭირონ ერთობლივ საჰაერო საზღვაო სამაშველო მისიებს. HH 60 J-Hope-ის ვერთმფრენები კოდიაკის საჰაერო ბაზიდან ერთვებიან საძიებო ოპერაციაში. J-Hope-ის ვერთმფრენები შექმნილია ექსტრემალურ ამინდში მუშაობისთვის და წყლის სიახლოვეს ტერიტორიის დასათვალიერებლად. გაბნეულ ნამსხვრევებში დაგემ Alaskan Rose-ის ეკიპაჟის წევრები პოულობენ კაპიტანი დეივიდ რანდლის უსიცოცხლო სხეულს, რომელიც ნამსხვრევებთან ერთად დიუდივებს. მას აცვია სამაშველო კოსტუმი, მაგრამ წყალში თითქმის 6 საათია იმყოფება და შეიძლება უკვე ძალიან გვიან იყოს. ჯონ ნელსონი, Alaskan Rose-ის პირველი თანაშემწე, იცვამს იმერსიის კოსტუმს და წყალში ხდება, რათა დეივიდის გადარჩენას სცადოს. ის გემზე ამოხტავს უგონო მდგომარეობაში მყოფი კაპიტანი და ეკიპაჟი იწყებს გულ-ფილდვის რეანიმაციას. 1 საათის მცდელობის შემდეგ, რომ გადაერჩინათ, კაპიტანი რანდლი გარდაცვლილად გამოცხადდა. ეკიპაჟის დანარჩენი წევრები დაკარგულად ითვლებიან და საათების გასვლასთან ერთად ძებნა უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება.
მიუხედავად მასშტაბური ძალისხმევისა, სამძებრო ჯგუფებმა მხოლოდ ცარიელი სამაშველო კოსტიუმები იპოვეს, რომლებშიც ეკიპაჟის წევრები ალბათ ცდილობდნენ შეძრომას, როცა გემი ჩაიძირა. 2001 წლის 5 აპრილს სამდღიანი ძებნის შემდეგ სანაპირო დაცვამ მისია შეწყვიტა და დარჩენილი 14 ადამიანი ზღვაში დაკარგულად გამოაცხადა. Arctic Rose-ის ტრაგედიის შემდეგ აშშ-ს სანაპირო დაცვამ საზღვაო საგამოძიებო საბჭო შეკრიბა, რათა გაერკვია ხომალდის ჩაძირვის მიზეზი. რამდენიმე თვის განმავლობაში გამომძიებლები სწავლობდნენ Arctic Rose-ის დიზაინს, სტრუქტურულ ცვლილებებსა და საექსპლუატაციო პრაქტიკებს, რათა გაერკვიათ რამ შეიძლება გამოიწვია ეკიპაჟის ყველა 15 წევრის დაღუპვა. 2003 წლის დეკემბერში სანაპირო დაცვის საბოლოო ანგარიშში დაასვენეს, რომ ჩაძირვის ყველაზე სავარაუდო მიზეზი იყო წყლის ჩაღვრა დამუშავების ზონაში არასწორად დახურული ან ღია წყალგაუმდარი კარის მეშვეობით. ამ დარღვევამ სავარაუდოდ ზღვის წყალს მისცა საშუალება შეეღწია მთავარ განყოფილებებში, რამაც ხომალდი თითქმის მკლისიერად არასტაბილური გახადა. სწრაფმა ჩაძირვამ და იზოლირებულმა მდებარეობამ გადარჩენის შანსი არავის დაუტოვა.